კონტრაბანდული საწვავის შემოტანის და განკარგვის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები დააკავა. გამოძიება ირწმუნება, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა მილიონობით ლარის ღირებულების საწვავი საბაჟო პროცედურების გვერდისავლით შემოიტანა ქვეყანაში. დაკავებულები ყაზახეთის მოქალაქეები არიან. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10,000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდისავლით და მისგან მალულად განკარგეს. ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანახმად საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები. გავრცელებული ინფორმაციით ტერმინალში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გუშინ ღამით შევიდნენ, რის შედეგადაც ტერმინალის რამდენიმე ხაზმა მუშაობა შეწყვიტა. არიცით, არა გაქვთ ინფორმაცია, სარკინიგზო გადაზიდვები შეჩერებულია? მე გეტყვი, არ გვეხება ქალბატონო. ისე იყო სპეცრაზმი შემოსული? დღეს მოვედი დილას არ ვიცი. როგორ? არ გვეხება ეს. არიან ხელმძღვანელი. არიან ხელმძღვანელი პირები ადგილზე? ნებია, არ ვიცი. მიმართეთ სპეც სამსახურებს და გეტყვი, არაფერი არ ვიცით. რატომ დააკავეს თქვენი ხელმძღვანელობა, იცი? საგამოძიებო მოქმედებები რატო ტარდება? გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით გამოკითხვაზე გადაყვანილია ტერმინალის 21 თანამშრომელი, მათ შორის ხელმძღვანელი პირებიც. არ არის გამორიცხული, რომ ტერმინალის ყაზახ მმართველებთან ერთად ობიექტის ქართველი ხელმძღვანელებიც დააკავონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოსავლების სამსახურთან ერთად დააკავა ტერმინალში, ესე იგი, ყაზახი ხელმძღვანელები, დირექტორი და 2 მოადგილე, როგორც ჩემთვის ცნობილია. ამით ესე იგი ეს ოპერაცია არ დასრულებულა, მიმდინარეობს ასევე რამდენიმე პირთან გასაუბრება და როგორც ჩემთვის ასევე გახდა ცნობილი, ქართულ მხარესაც, ანუ ქართველ ხელმძღვანელ პირებსაც უპირებენ დაკავებას. რა ხდება ბათუმის ნავთობტერმინალში რეალურად? არ არის გამორიცხული, რომ დაკავების სერია ძალთა ახალ გადანაწილებას მოყვა და ტერმინალიდან ლილუაშვილ ფარცხელაძის კლანის ჩამოშორება ჩანაცვლება სურთ. ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საუბრობდნენ სქემაზე, რომლითაც სუსის ყოფილი უფროსი და რუსეთთან თანამშრომლობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორი საკუთარი კადრებით აკონტროლებდნენ შემოსავლების სამსახურს, საგამოძიებო სამსახურს და ბათუმის ტერმინალსაც. ლილუაშვილი ცხადია ბიძინა ივონიშვილთან ერთად ცდილობს ბათუმის პორტში ტერმინალის სრულად ოკუპაციას, რომ კონკრეტულ ყაზახურ კომპანიაში იყვნენ წარმოდგენილები პუტინისტური ძალები. არ არის გამორიცხული ისიც, რომ ობიექტზე საგამოძიებო სამსახურის შესვლა იმ გემსაც უკავშირდებოდეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შევიდა ბათუმის პორტში და რომელზეც აწ უკვე სანქცირებული ლუკოილის საწვავი იყო დატვირთული. მაშინ შემოსავლების სამსახურმა ეს ტვირთი სომხურ ტრანზიტულ საწვავად გამოაცხადა. იმას რასაც ვამბობდით, ჩვენ ახლა ამტკიცებს გამოძიება, რომელიც შევიდა ბათუმის პორტში. ეს გამოძიება უკავშირდება კომპანია Ripsols და Connex, რომელთან ერთადაც ოპერირებს ეს კომპანია საქართველოში. მათ შემოიტანეს რუსული სანქცირებული საწვავი. თუმცა შემოსავლების სამსახურმა გვითხრა, რომ ტრანზიტი იგეგმებოდა. ეს ყველაფერი ტყუილი და ფარსი აღმოჩნდა. ჩვენ სიმართლეს ვამბობდით, როდესაც საუბრობდით იმაზე, რომ საქართველო გამოყენებულია შავ ხვრელად. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკავების სერია გაგრძელდება. ბრალი, რომელიც უკვე დაპატიმრებულ ყაზახეთის მოქალაქეებს წარედგინებად 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.